გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. ძიუდო ქართული სპორტია. განაბერულ ქვეყანას ყავს იმდენი ჩემპიონი, ოლიმპიური, მსოფლიო თუ ევროპის რამდენიც საქართველოს. ხო და ბოლო დროს ქართულ ძიუდოს კიდევ ერთი ჩემპიონი შეემატა. მსოფლიო ძიუდოს ხმა, ქართული ხმა გიორგი ჭაიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. კარგად წარგადგინა? ძალიან მაგრად ყობა. ვიხარია, ძალიან ვიხარია, რომ ჩვენ ხარ. მე ძალიან ვიხარია, იმიტომ რომ რავი, სარბიელი ძალიან მიყვარს რა, ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან და ეს გადაცემა კიდევ უფრო მეტად მიყვარს, ასე რომ კოლეგებო, მეგობრებო, მოგესალმებით. რა გენაღლება აგერ პირველი და ხარ გადმოსული. კი. ეს რომ მაყურებელს აუხსნათ გიორგის სტუდია არის, აი ამ სტუდიიდან დაახლოებით აი 7-8 მეტრში, არც კი. ხო, 6 მეტრი. მივესალმოთ ჩვენს გულშემატკივარს, მიულოცოთ შობის დღესასწაული, ახალი წელი და წინიაროს უნდა ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს და განსაკუთრებით სპორტის მიმართულებით. როგორ ხარ? ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა საქართველოში ხარ და გხედავ. კი, ნუ დასრულებული არის სეზონი, სანამ მოდიში როგორ ხარ ეს საახალწლო იმის მერე როგორ ხარ ზოგადად როგორ ხარ? ეგეც და ისიც. შეიძლება სახეებზე გვეტყობა ახლა მე ასე ვთქვათ. შესაბამისად, იმდენად რეალობიდან გამომდინარე შესაბამისად ასე ვთქვათ. რა გაქვს უახლოეს გასვლა? სხვათა შორის ეხლა თებერვლიდან იწყება მსოფლიო ძიუდოს ტურნე, ახალი სეზონი 2025, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. პარიზის დიდი სლემით. ნუ მე მგონი ყველაზე მაგარი პარიზის დიდი სლემია, ხო? პარიზის დიდი, კი, ძალიან მაგარი ტურნირი არის. ფაქტობრივად მცირე მსოფლიო ჩემპიონატიც შეიძლება დავარქვათ პარიზის დიდ სლემს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არ არის მხოლოდ თქვათ ძიუდოს ტურნირი, ეს არის ბევრად მეტი ვიდრე ძიუდო და ბევრად მეტი ვიდრე სპორტი. ჯუდო, ამაზეც თუ გინდათ მე ვისაუბროთ. მაგაზეც ვისაუბროთ კი ბატონო. იმიტომ რომ და ვნახოთ ალბათ უახლოეს დღეებში დასახელდება ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, ყველა ელის როგორი გუნდით გამოვა საქართველოს ნაკრები პარიზის გრან-სლემზე. და აი კარგია რომ სეზონის სტარტი იწყება ესეთი ეფექტური ტურნირით, როგორც არის პარიზის დიდი სლემი. აქვს ძალიან დიდი ისტორია, იცის ალბათ გულშემატკივარმაც, თუ არ ვცდები, ტარდება 1971 წლიდან, ერთ-ერთი უძველესი ტურნირი არის, თუმცა თბილისის ტურნირი. ხო, მე მომდეს თბილისი. ხო, მე მგონი 70-იანი 1970 წლიდან დაიწყო თბილისი. 11-დან პარიზი. ანუ თვითონ იცი როგორ არის, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ეს რამეს, რომ აი ძიუდოს და ჯუდოს გულშემატკივარმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადგილზე, ანუ ცოცხლად. არამედ ცოცხლად. იმდენად, ნუ ეს არის შეჯიბრი, რომელიც ტარდება, ეს არის ბერსი არენა, ეხლა სხვანაირად ქვია აკორ ჰოტელს არენა, გააშენეთ რომ იქ რომელიც სპონსორით შედის ხოლმე, ხო. თუმცა ყველას თვის ეს არის ბერსი, რომელიც არის უნიკალური სპორტული ნაგებობა, სპორტული არენა და წინა გრან-სლემზე დასწრება იყო ყოველთვის ანშლაგია, მაგრამ წინა გრან-სლემზე აი ფეხბურთის სტადიონს გავდა იმდენად ეფექტური განლაგება და წყობა აქვს, რომ ტრიბუნები იწყება ტატამებთან ძალიან ახლოს. პარიზში ხან 4 ტატამი იშლება ხოლმე, ხან 5. და არის ძალიან ეფექტური, როგორც პრემიერ ლიგაში რო არის ახლოს ტრიბუნები ტატამისთან, ესევია ბერსის არენაც და აი დილიდან არის ხოლმე სავსე, თქვა თუ იწყება 9 საათზე. თორემ ერთი ოჯერი იყო ეს მომენტი, რომ ხა ჩვენ და მეც როგორც დიქტორი 1 საათით ადრე მივდივარ, რომ ხმა გავასწორო, მომემზადო რაღაცა და თქვათ 8 საათზე მივსულ ვარ დილით და უკვე 8 საათიდან მინახავს რომ ტრიბუნები თითქმის სავსე არის, იმდენად დიდი მოლოდინია და ერთ-ერთი გამონაკლისი ტურნირია, სადაც ბილეთები იყიდება. და ნუ ძალიან ძვირი ღირს და ძალიან პრესტიჟულია და ხალხიც ისე ესწრება ხოლმე გამოწყებილი კოსტუმებით, სხვა პერანგებით, ფრანგებით და მთელი მსოფლიო ძალიან მაგრად ესმით ძიუდო მათ და იქ გამარჯვება არის ძალიან პრესტიჟული. აი რა განაპირობებს კონკრეტულად ამ პარიზის გრან-სლემის პრესტიჟულობას? ტრადიცია ალბათ ამ ტურნირის მნიშვნელობა ის რომ ყველა ძლიერი ძიუდოისტი, ყველა ძლიერი ჯუდოკა ცდილობს რომ ერთხელ მაინც მოიგოს პარიზის დიდი სლემი. პლუს ამას ის შუქდება მთელ მსოფლიოში და ნუ ეფექტური სანახაობაა ძალიან. იგივე თქვათ რომ
თუ ტელევიზიიდან მოგიკრავთ თვალი და გინახავთ, ხო? ეფექტურია, ძალიან ლამაზია, როდესაც ხედავთ ძიუდოს და ჯუდოს ორთაბრძოლებს და უკან მთელი დარბაზი სავსეა და მოკლედ მაგარი რამეა რა და იქ გამოცხადება კიდე ცოტა შორის რომ ვფიქრობ ხოლმე რომ ეს არის დარბაზი სადაც ძალიან მაგარ როკ მომღერლებს ან მუსიკალურ ბენდებს დაუკრავთ უმღერიათ და ვფიქრობ ხოლმე რომ აი შენ ხარ დარბაზში სადაც თქვათ ან ელტონ ჯონი ან κουინი ან მიკ ჯაგერი ან სხვა რაღაცა ესეთი ჩემთვის მაგარი მომღერლები გამოსულან და რაღაცა შენ ხმას იქ აღღერებ და უფასო ეს არის კი ალბათ დაახლოებით როგორც ფეხბურთზე რო ვთქვათ უემბლიზე თამაში როგორც არის საოცნებო ფეხბურთელისთვის ისე არის ალბათ ეგ და ძალიან ნუ გამიმართლა მეც ამ ხრივ რომ უშაობ დიქტორად და იქ ქართველი სპორტსმენების და ჩვენი ძიუდოისტების გამოცხადება მიწევს სხვა სოფლიო დონის სპორტსმენთან ერთად. კობამ შესავალში თქვა რომ ძიუდო თუ ჯუდო მაგაზე კიდე ვილაპარაკოთ, არის ქართული და უამრავი ჩემპიონი გვახსენებდა. ბოდიშტი ჯუდოში უფრო მეტი ჩემპიონი ყავს თუ ჭიდაობაში. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. შეიძლება გავიხსენოთ, იცი როგორ არის? რომ გავაერთიანოთ, ხო? 5-4. დამოუკიდებლობის ხანთორე ის. მაგრამ მედლების რაოდენობით ჭიდაობა წინა. თუმცა ჭიდაობა. თუმცა იქ ორია. იქ ორი ჭიდაობა ბერძნულ-რომაული თავისუფალი. სულ ყავს თუ მე სწორად მახსოვს, მოდი დავთვალო 7 ოლიმპიური ჩემპიონი ყავს, ოღონდ გავიხსენოთ ძველი პერიოდის, ხო? ესე იგი ჩოჩიშვილი შოთა პირველი ის იყო ოლიმპიური ჩემპიონი, შოთა ხაბარელი მეორე ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ დავით ხახალეიშვილი მესამე, ირაკლი ცირეკიძე ეს უკვე 2008 წელი 8 წელია. ზვიადაურიც 4, ყველაზე მაგარი პირველი დამოუკიდებელი, თუმცა მანდ სულ კამათია რომ თუმცა მაინც ოფიციალურად ითვლება რომ ზვიადაურია პირველი ოლიმპიური ჩემპიონი. თუმცა დავით ხახალეიშვილი, მაგრამ მაშინ გახსოვთ რომ საქართველოს ნაკრები გამოდიოდა გაერთიანებული შემადგენლობაში 12 წელი ბარსელონის ოლიმპიადა, თუმცა პირველად მაშინ აიწია ჩვენი დროშა, ძველი დროშა, სამფეროვანი დროშა. ახიაშვილი არის ხო კვარცხლბეკი და მონტრეალდა დააჩვენა, ეგ ძალიან ცნობილი ამბავია. თუმცა რატომღაც ოფიციალურად ეგ არ წერია, მაინც აქეთ პირველი ითვლება რომ ზვიადაურია. მოკლედ ესე იგი რამდენი დავთვალეთ? ჩოჩიშვილი, ხაბარელი, ხახალეიშვილი, ზვიადაური, ცირეკიძე, შავდათუაშვილი და მე-7 არის ბექაური, ოღონდ ანუ 8 ოქროს медаლი გვაქვს. 7 კაცმა აიღო 8 ოქროს медаლი. ბექაური. რო დავთვალოთ დამოუკიდებლობის შემდეგ და თუ ჩავთვლით რომ ზვიადაურია პირველი, თუმცა ალბათ მაინც სწორი იქნება რომ ხახალეიშვილი ჩავთვალოთ მაინც, იმიტომ რომ 92 წელია და საქართველოს გამოცხადებული მე მგონი აქვს უკვე დამოუკიდებლობა. არა, თან დამავიწყდება ეს ახიაშვილის ეს ჟესტი რომ ცნობილი კადრი ცოტა შორის ბანკობა ხო ქართული გუნდით ვიყავ. მანდ რა მოხდა იცი თუ სწორად მახსოვს აი თამარ ბალავაძის ფილმების სერიაში არის ეგ მომენტი რომ არასწორი დროშა აიწია ან არასწორი მოკლედ რაღაცა მოხდა იქა მე მგონი არასწორი დროშაზე იყო საუბარი და კახი ცნობილი კადრებია მოტრიალდება და ესე აჩვენებს ზურგზე აწერია ჯორჯია საქართველო და ჩვენი დროშა წინა დროშა რომელიც იმ წლებში ქონდა ხო და შემდეგ შეცვალეს ხო შეცვალეს და მე მგონი იქ კიდე კახი კახიაშვილის გასწრევ აღარ მახსოვს რომ ტიტრებში შეცდომა იყო და ხო მაგრამ ის პერიოდი იყო რაღაც გარდამავალი პერიოდი თვითონ ოლიმპიური მოძრაობისთვისაც რომ დაშლილი საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე არ იცოდნენ ხო ანუ საქართველოს უკვე იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო თუმცა ოლიმპიური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ეს არ იყო დამოუკიდებელი ხო ეგ ის პერიოდია როცა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირი იქაც ესეთი ამბები ხდებოდა და ხშირი გაუგებრობა იყო იმ პოსტ იუგოსლავიის ხალხს სხვადასხვა გახსოვთ რომ ევროპის ჩემპიონატზეც ეგ წელი არა როდესაც იუგოსლავიის ნაკრები არ დაუშვეს
იქ მიმდინარე პოლიტიკური ამბების გამო და 92 წელი. და გვახსოვს რომ დანიის ნაკრები, ხო დანიის ნაკრები დაუშვეს და გახდა კიდეც ევროპის ჩემპიონი. არა თუ დაუშვეს გახდა კიდე. იქიდან აკრიბეს კაცო ხალხი, რა ქვია, ზოგი მარბელაზე იყო, შვებულებაში იყვნენ ჩვეულებრივი და 10 დღით ადრე გამოუცხადეს. შვებულებიდან გამოიძახეს დანიელი. იუგოსლავია უკვე ჩასული იყო შვედეთში. ემზადებოდა. ჩასული იყო. 10 დღე რჩებოდა ევროპაში. ანუ ზოგადი სიტუაცია იყო ისეთი ევროპაში იყო ძალიან არეული სიტუაცია. უცნაური რომ აი რა თქმა უნდა. ეგ ამბავიც ხა რაც ელო რაც შენ გაიხსენე ხო? ჭანო ხან ჭანოთი როგმართაო ხან გიორგი სხვათა შორის ხო ხალხი ცნობს ყველა ხო ჭანოთი და იქ როგორ გიცნობ სხვათა შორის იქ იცი როგორ არის მეკითხებიან ხოლმე ხო აი რა ჯორჯი უფრო ალბათ ეს თუმცა ჭანოსაც ბევრი იმიტომ რომ თვითონ სპორტსმენებიც ძიუდოისტები ჯუდოკები ჭანო გიორგი ესე მარტივად იყოს ჭანო ხო ეხლა შესავალში იმდროს ბატონი ჭანოც ბატონის მეგობრებმა ხალისობდი მათ თემაზე გედაცა ეხლა შესავალში თქვა არ მიხსენებია ხო სოფლიო ძიუდოს ქართული ხმა კი ესე არის საიდან როგორ ამხელა სივრცეში როგორ აღვა სხვათა შორის ის როგორ დაიწყო ოლიმპიური თამაშები მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ეს მე ყველა მნიშვნელოვანი მე მოყვა ეგეთი პრეცედენტი ყოფილა ქართულ არა თავს დავდებ რო არა ოლიმპიურ თამაშებზე სხვათა შორის არა კი და საქართველოს ხმა ხარ არა ხო პირველად მოხდა როდესაც ქართველი ვიღაც მოკლედ ერთი ადამიანი. ხო გახსოვს, იმ დღეს რა გისურვე, ხო გახსოვს რომ ძიუდოს მაგიდიდან გადაგენაცვლო სტადიონის თავარი ოლიმპიური სტადიონის ოლიმპიადის გახსნის გახსნის და დახურვის ცერემონია. რა კომფორტულად ხარ მან? აი როგორ დაიწყო? მოდი მოგვიყევი ეგ როგორ დაიწყო? ხო, ნუ სპორტში ვარ მე ძალიან დიდი ხანია. კი ბატონო. იმიტომ რომ პროფესიად ჩემი არის სპორტული ჟურნალისტი. და სწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში TSU მე-6 კორპუსში და ნუ სპორტი სულ მიყვარდა, სულ მაინტერესებდა, მათ შორის ნუ სარბიელი კი იცის ყველა რაღაც ღმერთ გაზეთი იყო და ყველა ეს ადამიანი ხო რა ვინც იქ მუშაობდა ჩემთვის განსაკუთრებული სხვა შორის ძველ ნომერებსაც ვინახავდი აი ძალიან ძველ ნომერებს 90-იანი წლებიდან როდესაც ერთი ორჯერ სხვა ფერის ფურცელზეც რო გამოიცა ხო? ვარდისფერი მწვანე რაღაც. მოკლედ, ნუ ეს მქონდა სულ ეს მომენტი და სულ სპორტში ვიყავი და სპორტი მაინტერესებდა და ამიტომ და ამიტომ ჩემი ასე ვთქვათ გზა გაგრძელდა იქითკენ რომ დავიწყე მუშაობა სპორტის სამინისტროში და იც როგორ იყო რომ ჩართული ვიყავი ყველა ასე ვთქვათ თბილისის საქართველოში გასამართის საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო მიმართულებით რაღაც ასე და რახან ამავე დროს თან ინგლისურიც ცოტა მეტნაკლებად მეხერხებოდა. ამიტომ 2010-11 წლებიდან მე შემომთავაზეს, რადგან მუშაობდი სამინისტროში, ვიყავი ესე რომ ყოფილიყავი დიქტორი სხვადასხვა სპორტულ ტურნირებზე. დაიწყო ძიუდოთი, პირველი იყო ძიუდო, მახსოვს. ნუ და საქართველოში დაიწყო. საქართველოში, არა, საქართველოში მახსოვს ვლადიმერ ნუცუბიძე, ჩვენი ოლიმპიური მსაჯი. სამგზის ოლიმპიელი და სოფლიო დონის მსაჯი. მან მკითხა, ეხლა დაასრულა, ხო? ეხლა დაასრულა კარიერა, აი ამ ოლიმპიადაზე დაასრულა, კი. მან 2011 წელი იყო თუ არ ვსწრები, ან 10-იან 11, რომ ხომარ მაშინ ტარდებოდა თბილისის სოფლიო თასიც ერქვა. ერთ პერიოდი თბილისის საერთაშორისო ტურნირიც ერქვა. ეხლა არის Grand Slam თბილისის. და ნუ მაშინ შემომთავაზა და ამ ძიუდოთი დავიწყე ინგლისურად ძველ სასახლეში სპორტის ძალიან მიყვარს ეს სასახლე, იმიტომ რომ მაგარი აკუსტიკა არის. ალბათ ჭერი იძლევა მაგის საშუალებას თუ არ ვიცი რატომ არის ესე, მაგრამ იქ ხმა ისმის ძალიან კარგად რა. მოკლედ იქ დავიწყე და ინგლისურად ვაცხადებდი და მიმყავდა ეს ტურნირი. მაგრამ შემდეგ უკვე 2012-13 წლებიდან მიმყავდა ასევე სპორტის სამინისტროს წლის დაჯილდოების ცერემონიები და აი იმ წლიდან დაახლოებით 13-დან დავიწყე მუშაობა დიქტორად, როგორც ფეხბურთის ჩვენი ნაკრების მატჩებზე, კალათბურთი,
ხელბურთი, წყალბურთი, ფარიკაობა და ოღონდ საქართველოში, თბილისში გასამართი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების დიქტორად გადავიქეცი, ასე ვთქვათ, ხო? იქ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი იყო და ცერემონიები, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, ფუტზალის 4-თა ფინალი იყო. ხო, და ბევრი სხვადასხვა და კულმინაცია იყო 2014 წლის თბილისის გრან-პრი ძიუდოში. მაშინ ჩამოვიდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სრული სტაფის შემადგენლობა და მაშინ მიმყავდა ქართულად. და აი ამ გრან-პრის აყვანის შემდეგ მათ მითხრეს რომ ეს თქვათ ეს ჩემი ხმა ანუ როგორც იყო დაინტერესდნენ ამით და სტილით და თქვათ მუშაობით და შემომთავაზეს რომ არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიო სერიის ტურნირები წამიყვანა უკვე მსოფლიო მასშტაბით. და 2015 წლიდან ეს პატარა ტურნირები. არა, გრან-პრი და ჩამაგდეს გრან-პრი გრან-სლემი. პირველი იყო ზაგრების გრან-პრი, შემდეგ მონღოლეთის ულან-ბატორის გრან-სლემი და სხვადასხვა. და პირდაპირ ესე თქვათ მითხრეს რომ ნუ უნდა შემესწავლა ყველა სპორტსმენის სახელი და გვარი როგორ გამოითქმის და პლუს მემუშავა ასევე მუსიკალურ გამომგებლად. ხო. კი. ხო, იცი როგორ იყო? გიო, ანუ მე ბევრმა არ იცოდა საშუალებას დღემდეც ხშირად მე ბევრს უთქვამს რომ კაცო, აი უსმენთ ამ ძიუდოს და ხედავთ რომ სადღაც ულან-ბატორში, სადღაც იქ მაგალითად ნუ პარიზში, სადღაც სხვადასხვა ადგილ ბუდაპეშტში, სადღაც ჩილეში, სადღაც მაგალითად ვენესუელა, არა, ვენესუელა არ გვინდა, კაი. ეკვადორში, ბაჰამებში ხედავთ რომ კაცო, იქ ვიღაცა ტიპი ვინც ზის, ხმა იქიდან მოდის. ხო? და ხედავთ რომ ქართულ გვარებს ქართული აქცენტით აცხადებს რა და სანამ ხა მე თვითონ არ მიყვარდა ხოლმე და ეხაც ესე ვთვლი და ვფიქრობ რომ აი ძალიან აჟიტირება ამის რომ აი იცით მე რაღაცა IGF-ის დიქტორი ვარ და მიკროფონით ხელში არ მომწონდა ეს და ეხლაც ვთვლი რომ არ არის საჭირო ერთი ისა აქვს ამას მომენტი რომ ვთვლი რომ რაც უფრო იდუმალია ეს ადამიანი ვისაც ტურნირები მიყავს მით უფრო საინტერესო არის ჩემი აზრით ამიტომ დიდად არ გამიკეთები ამის აფიშირება რომ აი იცით მე IGF-მა მიყვანა დიქტორად და რაღაც არა პირიქით ყველას ვეუბნებოდი რომ თქვათ ხო ამის გამო ისე მოხდა რომ ბევრმა არ იცოდა ეს ამბავი რა რომ დიქტორი ქართველია იქ ხა ის დიქტორი აცხადებს იაპონელსაც კორეელსაც მონღოლსაც სერბსაც ფრანგსაც აფრიკელსაც აუშვათ ხო კამერუნელსაც, ჩეხსაც, სლოვაკსაც და ქართველსაც, მაგრამ ხვდებოდნენ რომ ის ქართველს ქართულად ამბობს რა. ლაშა შავდათულაშვილი, ესე იტყვის, ხო? ჭრიკიშვილს როგორ გვინიაშვილი, ხო? ენას არ იტეხა. უცხოელი ჭრიკიშვილს ვერ იტყოდა. მაგაზე ხო, in blue judogi representing Georgia, ავთანდილ ჭრიკიშვილი. ხო და ბიჭო, ფიქრობდნენ რომ რა, რანაირად გამოთქვამს ვიღაცა ის უცხოელია, ხო, ის იმიტომ რომ მე ამბობს რომ თქვა სიტყვაზე in white judogi representing Belgium, თქვა მატიას გასე, სიტყვაზე ვამბობ, ხო. ხვდებოდნენ რომ კაცო, თუ ქართველია უცხოელსაც უაცხადებს და ამას ესე მოკლედ აი რაღაცა ირეოდნენ რა. ჭრიკიშვილზე სხვა შორის ერთი ვიდეო მაქვს გადაღებული, როგორ ვასწავლე იაპონელ დიქტორს ჭრიკიშვილის გამოთქმას. Okay. How you say? 일본 무라오 산시로 조지아 아부탄디리 추리시키브리. Okay. One more time again. Avtandil ჭრიკიშვილი. 아부탄딜 추리시키브리. Okay. One more. Avtandil ჭრიკიშვილი. 추리키시브리. ჭრიკიშვილი. Perfect. Thank you. Arigatou gozaimasu. ოკინი. ვარ სხვა შორის ოსაკაში ვარ, რამდენიმე წელი ოსაკაში გაიმართა იაპონიის გრან-სლემი. და ჭრიკიშვილი არის ერთ-ერთი იშვიათი ჯუდოკა, ვისაც მოგებული აქვს იაპონიის ტოკიოს დიდი სლემი, სულ რამდენიმეა, დავით ბოდაველი, ერთი ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილს აქვს, ოღონდ ოსაკაში, თუმცა იგივე იაპონიის სლემი, ანუ სულ სამ ქართველს აქვს მოგებული.
იქ მედლები აგებული აქვთ, აგერ ლუკა მაისურაძემ ეხლა ვერცხლი აიღო ორჯერ და ლაშა ბექაურსაც აქ ბრინჯაოდა, გიორგი ტერაშვილს მეგონი თუ სწორედ არ გამომჩეს ვინმე, მაგრამ სამ ადამიანს აქ მოგებული და მოკლედ რაზე დავიწყო ჭრიკიშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოთქმა, თუმცა 4 წლის მერე მოახერხა და გამოთქმა, ხო. ოღონდ თუ ძალიან უჭირს და იტანჯებია, თუმცა იაპონელებზე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ტოკიოში ჩავდივარ ხოლმე, იმდენად მომზადებული ხდება ადგილობრივი დიქტორი, იცი როგორ არის იქა, რომ ტურნირი მიყვავს ორ დიქტორს. ერთი არის ადგილობრივი, ანუ სადაც სტარდება ტურნირი, იქაური, იაპონიაში ვართ იაპონელი, უნგრეთში ვართ უნგრელი, მონღოლეთში ვართ მონღოლი, რაღაც თქვა ესეთი რაღაცა, ხო? ხორვატიაში ვართ ხორვატი, მაგრამ მეორე, ანუ კი არა პირველი, ანუ წამყვანი დიქტორი არის ინგლისურენოვანი, ინგლისურია წამყვანი, ასე ვთქვათ, ენა და ანუ ორ ენაზე მიდის ასე ვთქვათ, ტურნირების წაყვანა რა და ხო, რას ვამბობდი, რომ იმდენად მომზადებულები არიან იაპონელი დიქტორები იქ, რომ აი ჩანს მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ. ანუ აი ესე ჩემს გვერდზე, ეხლა მე სახელებზე გვარებზე სულ მუშაობ. ყველა ტურნირის წინ წელიწადში მიწევს დაახლოებით 20 ტურნირის წაყვანა და ყველა ტურნირის წინ ვждები და ვიღოთ იმის, რომ ვიცი როგორ გამოვითქმის ეს ადამიანი, მაინც ვუსმენ უცხოურ გადაცემებს, YouTube პოდკასტებს, ინტერვიუებს, თქვა სერბულ, ხორვატულ ენაზე, პოლონურ ენაზე, სლოვაკურზე, ფრანგულად და ესე და შემდეგ ვიწერ ამას და მომახსოვრდება და ანუ მე ვემზადები ყველა ტურნირის წინ, მაგრამ იაპონელები ესე მოდიან ხოლმე, აქვთ აი ამხელა უზარმაზარი დავთრები, სადაც უწერიათ სულ ყველა ვინც მონაწილეობს, ხანდახან არის რომ მონაწილეობს 800 და 1000 ძიუდოისტი ტურნირზე. ყველასი უწერიათ გვერდზე იაპონური ტრანსკრიფცია. როგორ გამოითქმის და ყველა არის ხოლმე სწორი პატარა შეცდომებით რა. იმიტომ რომ როგორ ჩანს იაპონელები გამოირჩევიან საქმის მიმართ ზედმეტად გონია რომ ყველა სფეროში ეგეთები არიან. ზედმეტი აკურატულობით რა. და ამიტომ იყო რომ ის ჩემი მეგობარი ტრიკიშულზე ძალიან იწვალა, მაგრამ ბოლოს მაინც ნუ ჭს მაგივრად რა ერთი ეგ. აი ეს არა ჭს ხოთროს გამოთქვამენ. იაპონელებს უჭირთ აი რს და რაღაცების გამოთქმა. მუსიკალური გაფორმება. ხო, მუსიკალურს რაც შეეხება. ხო. მეც რომ მეკვირდა ახლა რაღაცა მუსიკა უცებ ეს დიქტორისმა კარგად აზის რა ერთმანეთს. ყველაფერი ხო გახსოვს იმ დღესაც კითხე რა ეგ რომ ის და სადაურიც გახდება ჩემპიონი იმის მუსიკა შერჩეული. ხო, შერჩეული მაქვს, თუმცა არ უნდა ზედმეტი, იცი რა არის ხანდახან მან კიდე ცალკე არის უფლებები ამის გამოყენების სხვადასხვა რაღაცები და ცოტა ის შეიძლება ხანდახან 10 წამი, 15 წამი დაუშვათ და თან ზედმეტად მოსაბეზრებელი არ უნდა გახადო, იმიტომ რომ ეხა ეს სხვა არის მუსიკალური ნაწარმოები ხო, კონცერტი ხო, ეს არის სპორტული ღონისძიება, თუმცა მუსიკა ძალიან დიდი ნაწილია, ხო? იგივე როგორ იწყება ფეხბურთის მატჩები ან რაგბი ან კალათბურთი ხო რაღაც ცერემონია არის ხო ანუ მუსიკა ანუ სპორტის დიდი ნაწილი გახდა მუსიკის გარეშე თქვა გუნდები რომ გამოდიან ეწყობიან დგებიან UEFA-ს თავისი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი კი ნუ საერთოდ ცნობილი იმიტომ რომ ნუ ძალიან მაგარია და ნუ სხვანაირად ანუ ფეხბურთის ყურებას მოგანდონოს კი თვითონ ის ცერემონიები მაინტერესებს ხოლმე ძალიან უყურებ ხოლმე ხშირად აი ამერიკასაა კარგად ამერიკელებს NBA-ში კალათბურთი ან ამერიკული ფეხბურთი ძალიან მაგრა აკეთებენ რა ეს თათბირები და ძიუდოში გიო ბოდიში მე გავაგისკვნათ ძიუდოში ხა როგორ არის ის ცერემონიების ნაწილი არის ეს მუსიკალური გაფორმება სპორტსმენების გამოსვლის დროს რაღაც ეფექტურობას ძენს ან თქვა რომ დასრულდება შეხვედრა და პაუზები არის მაგ დროს და მაგ დროს არის უკვე შემოქმედებითობა რომ შენ შეგიძლია და მეც ხშირად მიუმართავ ხოლმე ამ მომენტს და გამომიყენებია ძალიან ბევრ ქვეყანაში ბაჰამის კუნძულებზე, პერუში, ჩილეში, რა ვიცი, ეკვადორზე, იქით-აქეთ, უნგრეთში თუ სხვადასხვა იაპონიაშიც, რომ ქართული ფოლკლორული ჰანგები დაუშვათ
ამიჟღერებია და რამდენიმე წამი. შალახო დაგეგმე. სხვა ხო, შალახოც ხო, ხორუმი, თქვათ იგივე ნიაზის ნაწარ შენ არჩევა მას, შენი გენონები თუ კი, სხვათა შორის, კი. და მოდი თვალისწინებ რაღაც საავტორო უფლებებს, ხო? აი, იცი როგორ არის ხო, ვითვალისწინებ და ვცდილობ რომ რაღაც დავუშვათ, რაღაც ზედმეტ ჩარჩოებს არ გავწდე. დავუშვათ რაღაცა 1 წუთი ან რაღაც 2 წუთი. შეიძლება რაღაც რამდენიმე წამი, შემდეგ შეცვალო სხვა ჩართო. და პლუს ჰიმნებსაც მეურთავ. DJ-იც ხარ რა? ესე გამხო, კი. თავიდანვე იყო ეგ მოთხოვნა IGF-ის, რომ ესეც უნდა ისწავლო რა, რომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა. მუსიკით არის მაგაში რომ შენაცხადებ და თან ამაზე შენ აი, სხვათა შორის ხო, ოლიმპიურ თამაშებში სხვანაირად არის. იქ არის მთელი კორპორაცია ემსახურება, რომელიც ფუთავს და ოლიმპიურ თამაშებზე მუსიკას ეს შენ რომელსაც გინდა ვერ გამოიყენებ. იქ არის ძალიან კონტროლდება ეს მიმართულება და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა ტურნირებზე, ჩემპიონატებზე, გრან-სლემებზე მოსახერხებელიც არის. ანუ დავუშვათ, გამოაცხადებ რაღაც ჩართავ, იქ ჰიმნს შეცვლი რაღაცა, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან იმდენად სანერვიულოა. ეს რო ეხა როგორია, რომ ესე იგი თან აცხადებ სპორტსმენებს, ვინც კვარცხლბეკზე არიან, თან აცხადებ, ვინც აჯილდოებს იმასაც. თან ფონად რა მუსიკაც არის, ისიც შენ უნდა აკონტროლო და რას თავარია, მე ჰიმნი უნდა ჩართო, რომელიც რაღაცა რო პატარა შეგეშალოს. არ გაჭედოს რამე. აი რაღაცა კი ხარ. იმან დრო შეგეშალოს. არ შეგეშალოს რაღაცა. ხო, ნუ ძალიან დაკვირვებული უნდა იყო. ამიტომ არის რომ ბევრს გონია ხოლმე რომ აი რა მაგარია რომ ჭანო რომ აუ შენ ძიუდოს იქ მთელი დღე ზიხარ, მართლა მთელი დღე ვზივარ. ხანდახან ვერ მაგაზე ისტორიაც მაგ ძალიან სასაცილო მე მოუყვები ოლიმპიადაზე რაც დამემართა რამდენჯერმე. მართლა მთელი დღე ძიუდო ხო როგორ დილით იწყება, ფეხბურთი არის 2 საათი. და ეს არ თავდება. კალათბურთიც ესე ვთქვა და იცი რომ მორჩება და მე თავისუფალი ხარ. აქ ეხა ხანდახან 10-ზე იწყება და მე არის ფინალური ბლოკი 5-ზე. ის თავდება 7-ზე 8-ზე და მთელი დღე ზიხარ. არ ძიმეშრობა. ხო, მთელი დღე ზიხარ და სულ ხარ გაფასიცებული რომ აბა ეხა ეს აბა ოდნავ თუ ტემპს ჩამოცდი ეგრევე და პლუს ჰიმნები ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ხა რო შეგეშალოს რაღაცა ნუ ჯერ ერთი უხერხული მომენტი შექმნილა კიდეც, იმიტომ რომ გვინახავს სხვა ზოგს ჰიმნი, სხვა ჰიმნი ჩაურთავს. ხო გახსოვთ არა, რაგბიზე. ვენერზე ჩანსეს ველი ჰიმნი. თან წარმოვიდგინე, გიო ეხა მაგ შემთხვევაში როგორია რომ იცი რომ ორი ქვეყანაა რა უნდა იმის შემოწმებას და აქ არის 60 ქვეყანა მონაწილეობს ახლა კი იქიდან ზირთად იცი ის 10 ქვეყანა რომელიც იგებს და ამზადებ მაგრამ მაინც უნდა ანუ ყურადღების მიქცევა არა თუნდაც იგივე საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ სხვა ჰიმნი ქონდა და ეხლა სხვა ჰიმნი. ხო, არა, შეიძლება შეეშალოს და ძველი ჰიმნი ჩართოს ახლა. პატაშორის პარიზში, ეხლა აი პარიზი ხო, პარიზში მოხდა შარშან ეგეთი ამბავი. ძალიან სასაცილო იყო. ოლიმპიადაზე? არა, პარიზის გრან-სლემზე მოხდა შარშან. როგორც გითხარით, ნუ სავსე დარბაზი დაახლოებით 15-დან 20,000 ადამიანი კაცამდე ეტევა რა. და ნუ ჩვენი ლოკომოტივის სტადიონი. კი, ანუ იცი როგორ არის, ხო, ანუ სტადიონს გავს, ესე რომ თქვა ქვევიდან მე დაბლავზი ვარ ხოლმე ტატამთან ახლოს, ქვევიდან რომ შეხედავ სტადიონია რა, ჩვეულებრივი სტადიონია. 20,000 მაყურებელია, 20 ეტევა, კი. ნუ უბრალოდ გადახურულია რა. გადახურულია და ესეთი რაღაცა. და ესეთი სიტუაცია იყო, რომ თან ხო 14 წონაა 7 მამაკაცები, 7 ქალები, ანუ 14 დაჯილდოების ცერემონია, 7 არის ხოლმე ორდღიანი თუ 7 ერთ 7 მეორე დღეს. და სხვადასხვა ადამიანი იგებს, ხან იაპონელი იგებს, ხან ჩვენები ქართველი, ანუ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ჰიმნს ტედინერი. ხო, ტედი ბოლო წლებში აღარ ასპარეზობს პარიზის სლემზე, შეიძლება ეხა გამოვიდეს. ხან ჩეხი იგებს და ხან თურქი. მოკლედ, 90 კილოგრამში გაიმარჯვა თურქმა სპორტსმენმა, თურქეს წარმოადგენს სპორტსმენი და მოკლედ ნუ გამოვაცხადე დაჯილდოების ცერემონია დამთავრდა და გამოვაცხადე please rise for the national anthem of Turkey ქვია ეხლა და წკაპეს ჰიმნი ჩავრთე და ავდექით ეხლა რა ყველანი ავდექით მთელი ეს 20,000 კაცი ფეხზე და ავდექით გევართ ესე და თან ისე ვარ ხოლმე რომ სულ ვუყურებ ტექნიკას რომ
რაღაცა შეიძლება ვიღაცა გამოვედოს გვერდზე საჯების ხედან ვინც ტაბლოს აკონტროლებს შეიძლება რაღაცა მოხდეს არ ვიცი ან მე ხელი გამეკრას რაღაცა 1000 რამე რა თქმა უნდა სანერვიულო აი ესე ვდგები ხოლმე თქვა ხო მარტივი რაღაცაა რა ანუ ვიდეოს ლეპტოპი სადაც მაქვს ეს მუსიკალური ტრეკები უმზადებული მიქსერი და იმას რომ დავაჭერე ამას აუწევ და ჰიმნი ისმის თან ახლა პარიზის გრანდსლემი გადაიცემა ძალიან დიდ აუდიტორიაზე. ნუ გარდა იმისა, რომ დარბაზში 20,000 კაცია, ტელევიზიით უყურებს უამრავი ადამიანი. ხო, თუმცა ჰიმნი ძალიან სენსიტიური მომენტია. რა თქმა უნდა. და აი ესე ვდგები ხოლმე, თან ფეხზეც ხო უნდა ავდგე ჰიმნის დროს. რომ შეიძლება მუხლი არ გაუკრა და რაღაცა რა ვიცი, არ გადატრიალდეს და რა არ გაითიშოს. აი ესე მოწიწები ვდგები ხოლმე რაღაცა ოდნავ არ შევეხო და დავდექი და უცებ საშინელი ხმა, აი ხმის ტექნიკოსები ალბათ მიხვდებიან რა ხდება და აი ბახუცებ და გაითიშა. რა საშინელია. თან თურქეთის ჰიმნი დაიწყო. ჰიმნი დაიწყო, პრელუდია პირველი, რაღაცა ანუ დაიწყო ხალხი ადგა რაღაცა და უცებ ბახდა და აი უცებ ხალხის ეს აი ხوارი ხომ დიდ ან თუ რაღაცა ფეხბურთზე რაღაცა რომ მოხდება უცნაური ან რაღაცა შტანგა ძელს მოხდება ბუთე ხო არის ხოლმე რომ რაღაცა აი ხალხის ეგეთი და აი ესე მოუტრიალდი და ხმის ტექნიკოსი დგას და რა ქნა იცი რომ ვერ წარმოვიდგინა იმ ადამიანმა რომ ჰიმნებსაც ეგონარო სხვა ის ხო დიქტორი რთავს ეგონარო რომ რთავენ ზემოდან და შტეკერი გამოაძრო რაღაცა შტეკერი რომელიც ხმას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა უბრალოდ გამოაძრო და სხვაში აერთა მე ვერ წარმოვიდგინა რომ მე აქედან ამიშერიდან გადის ხმა და ეს რომ გამოაძრო იყო დაახლოებით 5 წამიანი პაუზა სანამ ისე ვარშია მაგრამ რო შეაერთა გაგძელდა ისევ რა და თურქები გაგიჟდნენ თურქები აუ კი სხვათა შორის აი როგორ თემა იყო იცი რომ ეგონათ რომ რაღაცა აი სპეციალურად დივერსიული არ ეხა ბოდი აუხსენი ეხა იმათ რომ მართლა ადამიანური შეცდომა იყო რომელიც ნებისმიერ შეიძლება დაემართოს ეხა უბრალოდ იმ ტექნიკოსმა ვინც ეს გააკეთა მას უნდა გაეთვალა ის რომ ეკითხა რომ არასწორ დროს მოვიდა ხო ანუ მაინდა-მაინც ჰიმნი რო დაიწყო მაგ დროს ანუ ეს ტექნიკური ნიუანსებია რაც რა თქმა უნდა ხალხი ამას ვერ იგებს მაგრამ ჩემთვის ახლა როგორც დიქტორისთვის და იმისთვის ძალიან ისე ვინერი აი არ ვიცი ეხაც რომ მახსენდება იმდენად სანერვიულო ძალიან რთულია ასეთი სტრესის გაძლება იმიტომ რომ სულ ნერვიულობ იმაზე რომ რაღაცა არ მოხდეს რაღაცა არ ვიცი მე და ველოდები რომ ჩქარა მორჩეს ეს ჰიმნი თუმცა საქართველოს ჰიმნი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა აი მაგალითად რა გამზადებული გაქვს რომელიღაც ქვეყნის ჰიმნი და ბოლო წამებში რაღაცა ხდება არა კი არა ეს როგორ არის ილო ერთ ფოლდერში არის ესა ტექნიკურად და ბარემ ამას მოვაყოლებ აი ამას წინათაც ამბობდი და როგორ გამოაცხადა ის პეტრიაშვილის წაგება სულამანიძის ალბათ სულამანის გულის ხო აი სხვათა შორის ხანდახან არის ხოლმე მომენტი რომ მინატრია რომ ნეტა დიქტორი ეხლა მე არ ვიყო რა იმიტომ რომ კი არის ესეთი თუმცა ყოველთვის როგორ არის იცი რომ ვცდილობ ხოლმე თავი მოვთოყო იმიტომ რომ მე უნდა ვიყო ნეიტრალური იმიტომ რომ მე ხო არა ვარ რაღაც საქართველოს ფედერაციის წარმომადგენელი ან რაღაცა არ მე ვარ საერთაშორისო ამიტომ ჩემი ხმა უნდა იყოს ერთნაირად გამოცხადების სტილის აღმატანუ არ უნდა იყოს ქართულზე ძალიან რაღაცა თუ რა თქმა უნდა მე ყველაზე ბედნიერი ალბათ ერთ-ერთი მე ვარ გულშემატკივართან ერთად მაგრამ თქვა თუ ქართველი მოიგებს და ქართულს ვაცხადებ არ უნდა იყოს ეს ძალიან რაღაცა მაგარითად სწორია და თუ იტალიელი გახდება ის ცოტა მოკრძალებულად არა ერთნაირად უნდა იყოს ხო თუმცა ემოციურად ძნელია მით უმეტეს როცა ფინალში ხდება ხოლმე ეს რაღაცა მომხდარა ხშირად და ვცდილობ ხოლმე რომ თავი გავაკონტროლო იგივე თქვა ჩემი ოცნებაც იყო რომ ერთხელ მაინც ქართველი გამომეცხადებინა ოლიმპიურ ჩემპიონად და ნუ ლაშა ბექაურმა ასე ვთქვათ მოახერხა კი არა და ნუ ხო და ტოკიოში ის გამოცხადებაც ძალიან გამიჭირდა იმიტომ რომ მაგ დროს მთელი საქართველოს მთელი ქვეყანა ყირაზე გადადგა მოდი რა გიორგი სიხარული წარმოგიდგენთ გიორგი ოდეში გამოაცხადე რა ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური რა ხო აგიხდინა ოცნება და ერთი ჩვენს ლაივში მოგვასმენია ეგ რა მედი რა
მესამედ გავხადოთ საჯმა ისხნა რა ქვია. მესამედ გავხდოთ. აი, მოდი კვარცხლბეკზე რო ადის. უკვე მაშინ დაჯილდოების მომენტი არის. კვარცხლბეკზე ადის და დაახლოებით ესეთი რაღაცა არის. სიწყნარია დარბაზში. იცი რატომ? იმიტომ რომ ეგ არის კულმინაციური მომენტი. თან იმიტომ რომ ყველა ელოდება შენს და თვითონ სპორტსმენიც ბექაური ესეთ სხვების ესეთ განახლება ელოდებიან სანამ ვიქტორია არ გამოაცხადებს და მე რეალის. დეკად კულისებში დგან და გამოდიან. არა, როგორ არის? არა. აი, თქვა ეს არის კვარცხლბეკი და გამოდიან. ხო, უნდა ავიდეს და დადგეს, ხო? და ყველა ელოდება ამ მომენტს და ეს ამ დროს უნდა იყოს ყველაზე დამაჯერებელი, ყველაზე პირდაპირი და ყველაზე ემოციურიც რა. დაახლოებით ეს რაღაცა იყო ხოლმე. ორჯერ და იმედია კიდე მესამედაც იქნება და მე ოთხედაც როგორც თვითონ ლაშა ჩაფიქრებული. არა მარტო ლაშა მოგწევს. ხო, რა თქმა უნდა, სხვა ჩვენ ბიჭებსაც რა და გოგუებსაც. ჩასუნთქვა. Gold medalist and Olympic champion representing Georgia. Lasha Bekauri. და ტაში მოდის ანდრო. ასე არის, ხო. Medalist and Olympic champion in the white judogi representing Georgia, Lasha Bekauri. კოვა ის დროა მე გონი ერთი ჭიქა გონი. აი. გონი ზუსტად ის დროა. მოდი აი ასეთ ემოციურ მომენტებს ყოფილიყოს ეგ. და ემოციურ დღეებს გაუმარჯოს არა მარტო ძიუდოში და ჭიდაობაში და ძალოსნობაში. ახალი წელი მიულოცოთ. ასე ფეხბურთში. მაყურე. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ჩვენს მაყურებას და ქართულ სპორტსმენს უსურვოთ. კი. ბევრი ოქროს медали. აქეთ ფეხბურთში თუ იქეთ ძიუდოში თუ ზოგადად. წელს გვაქვს და შენგედა ბევრი გვაქვს ხალხო. ეგეთი ემოციური გამოცხადება. შევსვათ, კი. რაცა კალენდარივით რო გაუმარჯოს მრავალ ახალ წელს. გვაქვს ბუნებრივია ეს ბევრი წარმატებები. ჭიდაობა, ძალოსნობა სულ გვაქვს ეს ყოველწლიურად. გარდა ამისა გვაქვს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში. კი ბატონო. სლოვაკეთში ხო? სლოვაკეთში კი ბატონო, ივნისში გვაქვს მსოფლიოს შესარჩევი SS ფეხბურთში, გვაქვს ევრობასკეტი ხო გვაქვს ევრობასკეტი და გვაქვს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატიც კიდევ რომელსაც დარწმუნებული ვარო ჩვენი ნაკრები აუცილებლად იქნება. მე ილოს კითხვა არ დავამთავრებ. ხო, საერთოდ უხერხული არ გამოვიდეს. მე პეტრიაშვილი ვიგულისხმე წინა ოლიმპიადაზე ძანსაცოდავად რო წააგო და ეგ ვიგულისხმე. ხო, კი ბატონო. ხო. ისიც რთული მომენტი იყო, თუმცა რაც შეეხება მაგ ფინალს და ამას მეამატერა იცი კიდე თუ ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ საერთოდ არ გდომებია გამოცხადება რა ვიღაც აი ხო არ ვიღაც ტიპი რო არის რომ არ გინდა გამოცხადება ხო აი ეს ფინალი ზელიმ კოცოევი და ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშების ფინალი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა გვახსოვთ არა და ყველა მისის და როგორ იყო და ხო რა თქმა უნდა ესე იგი ტელევიზორში რას უნდა ხეთის ვიცით ხო კულისებში იმდენ იცი რა არის რომ აი წარმოვიდგინე ხა ესე დროს რომ შენ უნდა ძალიან მოიკრიბო ყველანაირი ძალა ენერგია შენ თავში და ზელიმ კოცოევი უნდა გამოაცხადო ოლიმპიურ ჩემპიონად იმიტომ რომ ნუ გახდა ადამიანი ხო უშუალოდ არ აქვს ხა იქ რა მოხდა როგორ იყო კი ნუ რაც ნახეთ რაც იყო აბსოლუტური ტრაგედია სპორტისთვის ასე ვთქვათ ჩემი აზრითაც და ამას გულისხმობს უყველა ეხა იქ ის იპონი იყო ვაზარი უფრო ვაზარად დარჩა ალბათ ის თუმცა შეიძლებოდა იპონის მიცემა და შემდეგ ის სამი გაფრთხილება ხო ნუ წარმოუდგენლად ესეთი სანახაობა იყო რა ძალიან ტრახვა ეს სიტყვა მეგონი მოერგება ამ სიტუაციას და ადამიანური ტრაგედია იყო უდავო მართლა თუნდაც რო კითხოებ ზელიმ კოცოევს ისიც იგივე სიტყვის რომ ხო, შესაძლოა მე აზერბაიჯანელების ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში სხვა სპორტსმენები იგივეს ამბობდნენ რომ ეს ნუ წარმოუდგენელი რაღაცა იყო. მოკლედ და ჩემთვის იყო ძალიან რთული რომ მე უნდა გამოვაცხადე კიდეც რა თქმა უნდა ოლიმპიური ჩემპიონი, Olympic champion representing Azerbaijan, Zelim Kotsovoi. აზერბაიჯანში ძალიან ბევრი მეგობარი მიყავს ხამ ქვეყანას რა თქმა უნდა მაგაზე არ არის უბრალოდ ემოციურად რთული იყო და ამას ვამბობ რომ ესე დროს დიქტორს უნდა შეეძლოს ჩემი აზრით ამ ემოციების მაქსიმალურად განდევნა
წინააღმდეგ შემთხვევაში აი კომენტატორი კიდე ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან დიქტორს და კომენტატორს, მაგრამ კომენტატორს შეუულია რომ რაღაცნაირად ის ხო როგორც ის 3-4 წამია, რომელიც ის შენი გამოცხადება სამუდამოდ დარჩება რა, ის ხმა იქნება კლიპებში, არ ვიცი რაღაცა მომენტ ტელევიზორში გავა იქ ვიღაც აზერბაიჯანის მთელი ქვეყანა მოისმენს და მთელი მსოფლიო და ეხა იქ რომ მე გამომეცხადებინა ძალიან დაღვრემილად და როგორც იყო ჩემი მდგომარეობა ხო არასამართლიანი იქნებოდა მიხოთ იმისა რომ ნუ ძალიან ისეთი მომენტი იყო და ამიტომ არის ხოლმე ესეთ მომენტები როდესაც აი მაშინ ვამბობდი რომ აი ძლივს მოვიკრიბეთ ენერგიას საკუთარ თავში რომ ასეთი სიტუაციის მერე არა მაგხრივ ახლა კომენტატორს სრული უფლება აქვს იყოს ტენდენციური კაცო კი აი სხვათა შორის ეგ არის ხო კომენტატორი ეხლა თავისი მაყურებლისთვის კი იმიტომ რომ შენ ხო იტყვი რომ ვაიმე რაღაცა ეს რა მოხდა ხო და ის ადამიანი ვინც სხვათა შორის ხო ვინც იმ რამდენიმე წამში აცხადებს და ვისი ხმა რჩება შემადგენელი ნაწილია ეს ხმაც იმ შემთხვევაში იმ ასე ვთქვათ კულმინაციური მომენტი, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ადის კვარტფინალზე და მთელი ცხოვრება რა ვიცი მაგისთვის მოკლედ მაგას ვამბობ რომ არის ხოლმე ძნელი მომენტები. კიდე რაც საიკობა რაც შენ მკითხე მომხდარა ეხა ეს არ მომიყოლია არსად ეხა ეს ამბავი ეს მომენტი ჯუდოზე მოდიან ხოლმე პოლიტიკური ლიდერები ხშირად. ბოლო წლებში არა, მაგრამ წინა პერიოდში მეტნაკლებად როდესაც სიტუაციას ჯერ არც ვთქვათ უკრაინაში მეზობელი ქვეყნებს ეს ხო არ მოსულა. ეგ არ ვიცოდი მე ეგ ისტორია. ხო და ხო არ მომიყოლია და აი ეგ იყო ხო კარგი საყოველელი ხო ამიტომ ვიძვარი გადავიცე ნუ თან სასაცილოც არის, მაგრამ თან შეიძლება არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, ანუ აი სამეული რომ მოდი დავასახელებ სამეულს, როდესაც მე არ მინდოდა რომ ყოფილიყავი დიქტორი რა და არ მეთქვა ის რაც თქვი, მაგრამ სამი შემთხვევა. ნუ ყველაზე ისეთი, კაი, სამეული გავაკეთოთ, მესამე ადგილზე დავასახელებ. ძალიან გამიჭირდა მაშინაც, ეს იყო ქართველების ფინალი დოჰაში. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 90 კილოგრამში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ლაშა ბეკაური და ლუკა მაისურაძე. მსოფლიოს ეხლა კი, შარშან წინ 20-23 წლის. ჯერ კიდე 24. ესე იგი თავისებურად როგორი უნიკალური მოვლენა არის, რომ ორი ქართველი ფინალში და რაღაც ისე ხარ, მაგრამ მე ხვდები, რომ ჯოი ერთმა უნდა მოიგოს და რაღაცაი მაგრამ მან კიდე რაღაცაერად აბალანსებ თავს, რომ მაქსიმალურად პროფესიონალურად ზედმეტი ემოციების გარეშე, ნუ ვიცით ხო, ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა მაგ შემთხვევაში და მაგრამ მაინც აი ეს მომენტი მქონდა, რომ ბიჭო, როგორ ხა ორივე შენია რა, ორივე შენიანია და ორივე გიყვარს და თან მეტყვით რომ იცნობ პირადად და მართლა რომ ძვირფასი ადამიანები არიან ხო, როგორც სპორტსმენები და შენთვის ხო. და აი ეგ უხერხული მომენტი მაშინ მქონდა, რომ რანაირად, მაგრამ ეხლა მოწყენილი ხო არ გამოაცხადებდი ხო, თან ქართველი გახდა ჩემპიონი, მაგრამ თან მეორე ქართველი დამარცხდა, მაგრამ ნუ სპორტია რა, სპორტის შემადგენელი, რა ვიცი, ფეხბურთში რა შეიძლება ეგეთი იყოს, ალბათ არაფერი. ფეხბურთში ხო ეგეთი რაღაც არ მოხდება. არა, ეგეთი რაღაცა არა. ხო, აი გამორიცხულია. თან ხო ეს ხო არ იყო რაღაცა გრან-სლემის ფინალი, იქაც უჭიდავიათ ლაშას და ლუკას და ლაშამ მოიგო მაშინ, მაგრამ კიდე მასტერიც უჭიდავიათ, მაგრამ სოფლიოს ფინალი იყო. და ამიტომ იყო ემოციურად ძნელი ჩემთვის რა. თუმცა ხა კაი, ეგ გადალახული, ეგ ისე, კაი, მესამე ადგილი. მეორე ადგილზე დავასახელებდი აი ამ ზელიმკოცოევის და ილიას სულამანიძის ფინალს და ოლიმპიურ ჩემპიონატ, ნუ სამწუხაროდ ზელიმკოცოევის გამოცხადებას, მიხოთ იმისა, რომ პატევისცემა მას როგორც სპორტსმენს და აზერბაიჯანის წარმომადგენელს და ამ ქვეყანას და ეხლაც გიჭირს ხო? ეხლა ერთი დავლიოთ და ვერ ისევე ისევე. ეგ ისტორია არ მართლა არ მომისმენია რაღაცა მოდი გამძლეობას გაუმარჯოს. და ყველა ჭანო მაგა
გამძლეობა მინდა უსურვო ყველა ადამიანს. მაგრამ მოხდა ეს ამბავი, თუმცა ერთადერთი რაც ცოტათი რაღაცნაირად თავს მამშვიდებს ეს მოხდა 2017 წელს. მოკლედ სახელმწიფოს არ დავასახელებ, მიხდით ახლა რაზეა საუბარი, პოლიტიკური ლიდერები ესწრებიან ხოლმე, ესწრებოდნენ ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატებს და ბუდაპეშტში ერთ-ერთ დღეს მოვიდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ეხლა ვინც არის ისევი ხო ესა მონღოლეთის პრეზიდენტი, კაი არაუშავს. მონღოლებს არაუშავს. ხო, არაუშავს, კარგი, კაი, არაუშავს. ხო, და მონღოლეთთან ბოლო ერთი 500-600 წელი აღარა გვაქვს. ხო, და ხავარი როგორ ეხავ? ბევრი საუკუნე აღარა გვაქვს მონღოლეთთან პრეტენზია. კაი, მაგათი გამოცხადება კიდე არაუშავს და ეს და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გამოაცხადოს. კი, და ამ ღონისძიებას ეს და როგორ იყო იცი რომ სპორტში აი ესე დროს საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცები რომ რაღაც კაი ესრება არაუშავს კაი ესრება რა უყოთ ახლა მოვიდა ესრება ადამიანი თუ აჯილდოებს მაშინ უნდა გამოვაცხადო რომ აჯილდოებს ესა და ესა ეგეც რთული იყო მაგრამ უბრალოდ ის რომ ესენი ესწრებიან ჩემ თავთანაც იმაში მოვედი რომ რატო აი მაგრამ სხვა გზა არ იყო და მისი პირადი დაცვის წევრები მოვიდნენ სხვათა შორის და შეიძლება იცოდნენ რომ ქართველი ვიყავი და შეიძლება რაღაც რისკიც იყო რომ აბა რაღაცა არ თქვას ახლა მე რომ მეთქვა იქ რაღაცა დამეწყებული და თავზე მედნენ ხო ჩემს უკან განლაგდნენ ესე რო რამე მაგის მაგის ასე და ეგ პირველად ვისმენ თუ რამე გაგიტიშავ ხო არ მithქოს არ მომიყოლი არასოდეს და არ მოგედგენ და მე მომიწია თუმცა აი მაშინაც და ის იყო მომენტი როდესაც მე ფიქრობდი რომ ნეტა ეხლა მე აი არ ვიყო დიქტორი თუმცა მაგასაც გამბედაობა შეიძლება სხვა ქართვა არ ვიცი ეთქვა რომ მე ამას არ ვიზავ და მაშინ უნდა ადგე და წახვიდე დაანებუდა თქვა რომ მე ამას არ ვიზავ და ეგეც მაგასაც გამბედაობა უნდა შეიძლება სხვას გაეკეთებინა და ბარაქალა და ტაშ დაუკრავებ ადამიანს მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი გამომდინარე იქიდან რომ 2017 წელი იყო ისეთი სიმძაფრე შეიძლება არ ქონდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო ჩემთვის. უბრალოდ არაფერი გამოვაცხადე, რომ გავტუნე ბატონებო ესწრებიან, არაფერი ესწრებიან ამის პრეზიდენტი ეს, ამის პრემიერ-მინისტრი ეს და ამის პრეზიდენტი ეს. აი ეს იყო და ეს როდესაც ალბათ მონოტონური ხმით ძალიან არა ამ შემთხვევაში მაგას არა ხო გიორ შენ სამსახურში იყავი ამ შემთხვევაში მონოტონური ხმით რა თქმა უნდა არანაირად ისე რომ აბა მეგობრებო გვესწრები არა ესე არის თუმცა როგორი დაზირლები არიანო ესე იგი თავზე ეცოდინებოდა დარწმუნებული ვარ ეცოდინებოდათ რომ ქართველი თუმცა მე მინახავს დიქტორები სხვა არ ვიტყვი არც ქვეყანას ვიტყვი არც ქვეყანას არც პიროვნებას რომლებსაც თან რა იყო იცი რომ იმ შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო ინგლისურ ენაზე და ინგლისურ ენაზე ვიყავი მე ყოფილვარ ქვეყანაში ალბათ არ დავასახელებ სადაც იგივე შემადგენლობა ოღონდ ადგილობრივი ქვეყნის პრეზიდენტი და ის ადამიანები ვინც გამოაცხადდეს რომ ესწრებიან ოღონდ აი ესე და მაშინ მე უთხარი რომ მეთქი მეორეთაც მოხდა ეგეთი ამბავი და აი მაშინ უკვე უთხარი რომ მეთქი მე ძალიან დიდი ბუდიში, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვიზავ თქო რა. როგორც გინდა გაიგეთ თქო და ყველა შორის მაგრამ ერთხელ მოხდა რა. არა, ის დაცვა ხო? დაშონებული ვარ ისეთი არის რომ როგორი დაზირლები არიან იცოდნენ და არა, თავზე დაადგნენ რომ ემან რაღაცა არ ვიცი ხომ არა, დაღას არ დაკრავთ რა. ეხა რაღაცა ენა გადაუტრიალდეს რამე არ თქვას და ეგრევე ჩაუჭრიდნენ ემას კაბელს. ხები ყველაფერზე როგორი ისეთები არიან. და აი არის ეს სამეული მოკლედ დავასახელე რაცა უნდა წლები გავიდეს. პირველი არის ყრთული, იცი, ჩემი აზრით. არა, პირველი ეს ორი ქართველის ფინალი იმისა რომ მაინც ქართველი ხდება. ქართველი ხო და მაინც თან, მაგრამ იცი რა არის? აი დიქტორის ჩემი აზრით ისეთი არ უნდა ემოციებზე არ უნდა იყოს. აი თან მithumetes მუშაობ იქ. მერე შეგიძლია კაცო. რომ დამთავრდება ტურნირი და მერე გარეთ გადიხარ, რაც კიდე კენდი და თუ პრობლემა არ არის, მაგრამ იქ არ კიდე მე
ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად ემოციებიც არ გამოვხატო ძალიან რაღაცა ესეთი რაღაცები არ ვაკეთო. თუმცა ძნელია ხა როგორ არ მიხარია, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს ხა ოლიმპიადაზე რო შენიანი იგებს და სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაინც უნდა ემოციებზე დაცდელი უნდა. წეგან თქვი რომ ეს ოლიმპიადაზე იყო მთელი დღე იქ დარბაზში ზიხარ და ვერ გადიხარო ვერსადო რაღაცა ისეთი შემთხვევა. კი. მოდი ცოტა ის ხო, კაი, ცოტა ხო, თორე ძალიან დავიზარდე. ხო, კაი, ხო, არ გვინდა, ნუ რაც იყო. ხო, წესიერად ვერც უყურებო თქვი. ხო. იქ როგორ არის იცი ოლიმპიურ თამაშებზე მithumetes, იმიტომ რომ ამ ტოკიოში ხარ და პარიზში, ხო? კი, აი, ხო. ოლიმპიადაზე შენ ხარ. სულ ვარ 5 ოლიმპიადაზე ნამყოფი. თუმცა პირველი 3, ანუ პეკინი, ლონდონი და რიო ვიყავი როგორც სპორტის სამინისტროდან. პეკინში ვიყავი დელეგაციის პრესატაჟე, ძალიან რთული ოლიმპიადა იყო, იმიტომ რომ ომი დაიწყო მაშინ და ხო ძალიან რთული იყო კი ბატონო. და მაშინ წყდებოდა ეს საკითხი მან გადაწყდა რომ მოვდივარ. კი, ყველაფერი კარგად მახსოვს, მე იქ ვიყავი და ვესწრებოდი და ვიყავი იმ მანქანაშიც, რომელიც ოლიმპიური სოფლიდან წავიდა პრესცენტრში. სადაც უნდა გამოგვეცხადებინა ჩვენ რომ აი საომარი მოქმედების გამო საქართველოს დელეგაცია ტოვებს ოლიმპიურ თამაშებს და ბრუნდება საქართველოში და უკვე იყო გადაწყვეტილი. კი. როგორ იყო იცი? 8-ში ხო გახსნა იყო, 8-ში გახსნა იყო, 8-ში დაიწყო ეს ამბები. 9-ში იყო პირველი დღე და 9 რო დაღამდა შემოვიდა სოფელში ჩვენი დელეგაცია სამთავრობო. აი ცნობილი ამბავია, არ ვიცი, შეიძლება ამას პირველად ყვები ახლა, მაგრამ მე მგონი იცის. არა, ანუ ეს ლაპარაკი მაშინვე მაინტერესებდა. როგორ იყო, ხო, დელეგაცია, როგორ იყო, იცი, კი, შუაღამეა რა. თუმცა შენ ახლა რადგან იქ იყავ, უშუალოდ მოყოლილი არის საინტერესო ამ და მახსოვს რომ ესე ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, მეც იქ ვიყავი როგორც პრესატაჟე, გარეთ გამოგვიყვანე, გარეთ გამოვედით რა. შუაღამეა პირველი საათი შეიძლება, აი არ მახსოვს ახლა დეტალები, მაგრამ ღამე იყო მახსოვს და ყველა სპორტსმენები, ყველანი აბსოლუტურად დელეგაციის წევრები, მწვრთნელები, ექიმები, ყველანი გამოვედით გარეთ და იქ ესე თათბირი კრებასავით გაიმართა და გვითხრეს რომ ესეთი ამბავია სამწუხაროდ საქართველოში და მიღებულია გადაწყვეტილება რომ დელეგაცია დატოვოს. ჩაალაგეთ, ხო, და აი უხეშად თქო ესე იყო რა, თვითონავი გამოფრინდება და უცნაური სიტუაცია შეიქმნა ძალიან, იმიტომ რომ ზოგმა თქვა რომ კი, აბარა უნდა დავბრუნდეთ ვიომოთ და ჩვენ ქვეყანას ავეხმაროთ. ზოგმა რაღაცა ძნელია ეს და მეც რაღაცა ძალიან რთულია ხო როგორ აი იცი რა არის 4 წელი პასუხი არ არის მაგას 4 წელი ვემზადებოდით და ეხა უცებ ანუ ჩვენ რითი დავეხმარ ანუ კითხვები გააჩინა რა და მახსოვს რომ წავედით ჩავსხედით სამარშრუტო მინივენები რო არის და წავედით პრესცენტრში სადაც უნდა ოფიციალურად გვეთქვა რომ საქართველოს დელეგაცია ტოვებს ოლიმპიურ თამაშებს და ოლიმპიურ სოფლიდან პრესცენტრამდე დაახლოებით არის 9 საათიანი 20 წუთიანი გზა და აი მონაკოში გადაწყდა რომ არა შეიცვალა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვინც იღებდნენ გადაწყვეტილებას ისინი მიხვდნენ რომ ეს იყო ქართული სპორტის სული კოლაფსი იქნებოდა იმიტომ რომ წესების თანახმად თუ არ მეშლება ჩვენ მოგცემდნენ 8 წლიან დისკვალიფიკაციას ანუ ორი ოლიმპიური ციკლი. ანუ თუ შენ ტოვებ, დისკვალიფიკაცია არის ჩამოსვლა, სრულიად ჩამოსვლა. თუ შენი ნებით და პოლიტიკური მიზნით და რაღაც მას შემდეგ ტოვებ ოლიმპიურ თამაშებს, ანუ ვერც ლონდონში და ვერც რიოში ამ დისკვალიფიკაცია კაცმა არიცით რა მოხდებოდა. ამიტომ ჩამოსვლა, სრულიად ჩამოსვლა. ამიტომ 8 კი არა ფაქტია 12 გამოდიოდა იმიანად. ხო. ორი ოლიმპიური ასე ვთქვათ თამაშები. და ნუ გადაწყდა ძალიან 20 წუთიან მონაკვეთში. არ მოატრიალეთ. იცი როგორ იყო? მივედით და განცხადება აღარ გაკეთდა. და გადაწყდა რომ პირიქით ჯობია რომ დელეგაცია დარჩეს პეკინში და ქართულმა სპორტსმენებმა იბრძოლონ თავის ქვეყნისთვის პეკინში და მივიღეთ აი ცირეკიძის მივიღეთ ძალიან მაგარი შედეგი. ყველაზე მაგარი პასუხი იყო გაგრა ცირეკიძის გვახსოვს ხო ყველას გვახსოვს. და აი 3 ოქრო იყო თუ გახსოვთ 3 ოქრო და 3 ბრინჯაო მე იქ რაღაცები შეიცვალა. მინდორა და ის რა ქვია. კვირკველია. კედელაშვილი უნდა გამხდარიყო მანდ ერთ-ერთ ფავორიტი კედელაშვილის ფათაშორის მოყვა იმ მერე იყო წავიდა ეს ჰამბურგერები ჭამა ხო ხვალ უნდა აი ხო როგორ იყო ისი ყობა მანდ აი 8 ანუ ამ განცხად ხო ანუ ის დღეები იყო 9-ში იყო ნესტორ ხერგიანი ჭიდაობდა და 10-ში კედელაშვილი ჭიდაობდა და ეს ამბები რომ მოხდა
ხო, მეორე დილას უწევდა. მოეშვა, ხო, ზოგმა. ავიდა, ხო, ესე და მე წონას დაკლების პრობლემები და რაღაცა და აი, გავიდა მისავათებული ხო, იმასე, ტატამეზე ვეღარ დგებოდა. ხო და რას მოვაყოლეთ ახლა ეს? ხო, მე ლონდონში არის ეს ოლიმპიადა. ლონდონში და რიოში ვიყავი როგორც ჟურნალისტი და უკვე პარის კოლეგად იყავი ლონდონში. კი ბატონო, ჩვენ ერთად შენც იყავი ლონდონში და უკვე ტოკიოში და პარიზში უკვე როგორც დიქტორი და რაღაცას დავიწყეთ ეს ლაპარაკი და ადგილზე ვზივარო და ვერ გავდივარ. ხო და როგორ არის იცი ხო ანუ აი ხო დაждები და მთელი დღე ვერ გადიხარ. და ერთ-ერთი ძალიან ესეთი სასაცილო მომენტი იყო რომ მოკლედ ნუ ხა ადამიანები ვართ ხო რაღაცა 3 საათი რო ზიხარ ეხის გაშლა გჭირდება. ხო რამდენი ხანია ვზივართ 3 საათი ხო არ არის? არა. ხო და მოკლედ რაღაცა მომენტი ჩავარდა რომ უნდა გავიდე, იმიტომ რომ ნუ კატასტროფაა, ნუ რაღაცა ადამიანი ხარ, ხო? და ესე იგი ავდექი გავიქეცი, სადაც არის ეს მოკლედ ამ ტუალეტი ქვია, ამ დაწესებულება და ვერ შევდივარ, ეხლა და ვხედავ რომ დგას დაცვა. პრეზიდენტი მაკრონი იყო მოსული თან იმ დღეს. მაინდა-მაინც იმ დროს თან ახლა იმ დროს მოვდა ზუსტად. ხო, ან შესული იყო, ან როგორ არის, იცი რომ ეს ძიუდო ჩატარდა შამდე მას არენაზე, რომელიც სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისთვის ააშენეს და იყო დაუმთავრებელი, დაუსრულებელი ნაგებობა, სადაც ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაცა იყო, მათ შორის იყო ეს სველი წერტილებიც, სულ იყო 2. ანუ იქ შედიოდა შეულებრივი ჩვენნაირი მოკვდავი შემადგენლობის და პრეზიდენტი, ანუ ხო, იმიტომ რომ აშკარად შესული იყო იქ. და ვერ შევედი, ვერ შევედი. ამ დროს მოუბრუნდი რომ ისევ გავაგრძელო ეს გამოცხადება. კიდე ჩავარდა მომენტი, მალევე ხდება ეს. გავიქეცი, იდგა რიგი. დიდი რიგი დგას. როგორც იქნა და იყოს რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეს რო არის რა, შესაძლოა. ხო და ნუ ვაკაკუნებ ერთ კარზე რომ ბიჭო, მეთქი please faster, მეთქი რომ გამო მეჩქარება რა რაღაც, იმიტომ რომ ის შეიძლება ვიღაცა შესულია ეხლა შემაკივარი ხო და უბრახუნებ რომ გამოდი და ბიჭო კარი გაიღო და აი ესე ავხედე რა, ესე და დგას მარკ პაუ გასოლი. ვაი, გასლაპარაკა. ესპანელი ლეგენდა, ხო, რომელიც ჩემს წინ იჯდა იქ, იმიტომ რომ მე სადაც ვიყავ ხოლმე, იქ არის ხოლმე, მოკლედ, ნუ სადაც ეს როგორ შანს იმანაც იმ დროს როცა პაუზა ჩავარდა, ეგრევე გავიდა და მეც და მე შემასრო. ხო და მარკ პაუ გასოლს უბრახუნებდი რომ გამოდი ბიჭო დროზე. გამოვიდა და აუ მეთქი პაუ გასოლ ხო, მე ვარ და გამავსდა სულ ყველაფერი მეთქი. ფოტო გადაიღე. ფოტო შორის ფოტო არის გადაღებული, უკან მოვყევი ეგ ამბავი მე კიდე, უკან ჩანსეს ის სიმბოლო როა რა იმისი ხო და ზაზაფაჩულია მოვიკითხეთ მთელი ამბები, მოგვილოცა სხვა შორის ბექაურის ჩემპიონობა, რაღაცები და სულ გადამავიწყდა ეს ჩემი ამბავი რა. ანუ ესეთი ისტორიებიც განახდენია. რა მაინტერესებდა, თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა, უნდა მეკითხა. ყველაზე რთულად წარმოსათქმელი გვარები ვისაა? მე მგონია ჩემი იმით ვარაუდით, ხო, აი მე რაც შემხვედრია მონღოლებს აქვს ძალიან გვარები და ტაილანდელებს. ტაილანდი, ხო? ინდონეზია და ტაილანდი. საქართველოს ფეხბურთში რო იყო მაგათი ნაკრები ჩამოსული, მე რომ მაგათი გვარები წავიკითხე, ნუ შეუძლებელია იმათი წარმოთქმა და აი შეთან იცი როგორ არის? ხო, საერთოდ ჩვენ აი ძალიან საინტერესოა ეგ ისტორია. ერთხელ ქუთაისში ვიყავით ბოტანიკურ ბაღში. იქ არის ნიკომარის სახელობის, მე მგონი იქ დაიბადა კიდეც თუ შეიძლება მეშლე, მაგრამ მე მგონი იქ დაიბადა ნიკომარი, ახლა ვიცი ხო. ენათმეცნიერი ცნობილი და ხო, მაგდად მახსოვს კი ქუთაისის. მოკლედ ხო, იქ არის სახლ-მუზეუმი მის სახელობის, სადაც მისი ხელნაწერები, ენათმეცნიერი ცნობილი და პირველ სკოლელია, ხო, ქუთაისის პირველ სკოლელი. ხო, კი ბატონო და მამამისი იყო ძალიან ასაკოვანი, ეგ რო გაჩნდა. ხო, რო შეეძინა ეგ შვილი, ძალიან ასაკოვანი კაცი. მოკლედ რაზე გავიხსენე ეს რომ ენათმეცნიერი ლინგვისტი და ეს ადამიანი
იკვლევდა ამ თემებს, ხო და იქ ნახე ესეთი წარწერა არის, გამოკრული არის, რომ შედიხარ, სანამ მისი მუზეუმის ოთახებია, სადაც მისი ხელნაწერებია, ნიკომარის და რაღაცები და კედელზე კიდე ეს რაღაცა წერია, რომ ესე იგი არ არსებობს წინადადება ან რამე ფრაზა ნებისმიერ მსოფლიო ენებში, რომელიც ვერ გამოითქმის ქართველი ადამიანის მიერ. ანუ ის რომ ქართველს შეუძლია გამოთქვას ყველანაირი ვიღაცას არ შეუძლია თქვა. ხო, ვიღაცას უჭირს ახლა ვიცით რომ სლავებს ძალიან ბევრი ადამიანს ჭ ღ ესენი წ და რაღაცა ბევრს არა აქვს, ხო? იქ თქვა ჩინელებს რაღაც სხვა რამე უჭირთ იქ ვიღაცას, ანუ და ინგლისელები სხვანაირად აბოლოვებენ რა. ანუ თუნდაც ეხლა ჩვენ გვაქვს 6 თუ 7 100 მეტი ანბანში მეტი. ანუ თემა ის არის რომ ქართველ ადამიანის არტიკულაცია ისეა მოწყობილი ჩვენი პირის აპარატი. იმათ აქვს 27 100. ხო, ჩვენ ბევრად მეტი. ლათინურში ჩვენთან არის 23. ხო. ანუ რომ ის რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ყველანაირი ბგერა და ყველანაირად შეგვიძლია და ეს მე მეხმარება კიდეს და იმიტომ რომ იგივე მონღოლე რაც თუ იგიო ხო რომ მონღოლები ძალიან ძნელია და იმიტომ რომ გრძელებია ერთი ძიუდოისტი ესეთი ქვია იონდონ პერენლეი ბასხუ ეს რაღაცები კიდე მაგათ ყავს ესე ხაშბაატარ ცაგამბაატარი ეგ ლაშასთან ერთად ჭიდაობდა უელსში რო არის ერთ სოფელი რო არის აი ძალიან სახელი რო ხო სახელი რო ქვია ხო დიდი კიდე აი უცნაურია ხოლმე სხვადასხვა აი ტაილანდი და ის რო ახსენეთ იქ ქემაინც რა არის იცი რომ იქ ქემაინც მოკლე პატარ-პატარა სახელები არის რაღაცა wong to see ან რაღაც თქო ჩინურიც ეგრეა რა ჰაი კორეულს ხო რაღაც ეგეთი რა და ხანდახან არის ძალიან ძნელები ჰოლანდიური სხვადასხვა ჰოლანდიურები კი რომელიც თუ არ ვკითხე მე ვეკითხები ხოლმე როგორ წარმოითქმის ეს ან თქმელებს ან თქვათი ჰოლანდიური კიდე სკანდინავიურებით ძნელია რაღაც აი ხა ძიუდოში ბევრი არ არის ხე ნორვეგიელები და ესენი მაინც რთულია რა უფრო ეგენი მიჭირს დანარჩენები ხა აქეთ რო წამოვიდეთ ხა ფრანგულს ცოტა ხანი სკოლაში სწავლობდი და ძირითადი სისტემა მესმის და როგორ არის ხა რუსული და ეს იუგოსლავი ანუ ძველი სლავური მარტივია ეს იჩები და ეს წერტილიანი ჯირო იარი და მიაკიზ აი ეგეთი რაღაცები გერმანულიც მეტნაკლებად შემილია, მაგრამ ხანდახან არის ალბათ უფრო ჰოლანდიურია. ჰოლანდიური, აი ბელგიელებს აქვთ ხოლმე. რთული და გრძელი გვარები. ჰოლანდიელებს რაღაცნაირი უცნაური წარმოთქმა აქვთ, რომ თქვათ უნგრელებს აი უნგრეთი არის კიდე ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენნაირი ენა არის. ძალიან რთული ენაა. ენა თვითონ სიტყვები არის. უნგრელებს ნათარგმნი აქვთ, ყველა ძიუდოც ნათარგმნი აქვთ უნგრულად. ანუ ძიუდოს კი არ უწოდებენ. ჩვენ რო თქვა ძიუდოს დავარქვათ კისრულით ხო რაღაცა კისრულით გდება წარმოუდგენელი ენა თქმის სიტყვა არ არსებობს ხანა რო ევროპული ენები ხო რაღაც ერთმანეთს გვანან რაღაცით ნასესხები აქვს ხო არა უნგრული სრულიად წარმოუდგენელი არის უნგრული აბსოლუტურად არ არის ალბანურია კიდე საშუალო ხო აი ალბანურიც ალბათ ეგეთი ალბანელებს პატარა გვარები აქვს ეხლა სხვადასხვა გვარებზე გამახსენდა ეხა აქ ჯიბეში მაქვს რაღაცა ესეთი. ხო. მომზადებული მოვა. გიორგი რაღაც მომზადებული. ეს ახლა რა არის, ხო? ეს სხვადასხვა არის World Soccer-ის ესეთი, აი საიუბილეო ნომერი შეიძლება დაერქვას, იმიტომ რომ ახალია. ხო, ეს არის 2024 წელს ივნისის გამოცემა. ევროპის ჩემპიონატი. მე გადავხურსლე და მამარდას ფოტო დავინახე. სადაც არის ანუ ევროპის ჩემპიონატის წინ გამოცემული გამოცემა არის, ხო, World Soccer-ის. და მათ შორის არის კი მამარდა ნამდვილად აი მამარდა და კაშია არის ფოტო კი არა არამედ წერილი მამარდაზე ხო საკმაოდ ვრცელი არის ასევე გურამ კაშიაზე აი აქ არის და ნუ ასე ვთქვათ ეს გადავწყვიტე რომ ეს World Soccer-ი წამომეღო და პოსტერი არის თვითონ ცხრილი ევროპის ჩემპიონატის რა მაინც ესეთი ისტორიული მომენტი შეგვიძლია გავიხსენოთ იმიტომ რომ ხანდახან მავიწყდება ხოლმე მეც რაღაც როგორ დამთავრდა მატჩები რაღაცები და მე ერთად შევავსოთ ჩემს ბავშვობაში როგორ არა ეხა კაი აუ მაგარი რამეა სასწაული კიდე რა მაქვს ეხა ნახე ესეთი რაღაცა არის
ესე იგი, ჩამო თელი იმით მოხვედი რა. ხო, ეხა ეს რა არის, ნახე. მაინტერესებს სამი პასტა რატო? სამი პასტა რატო არის, ხო, ეხა გეტყვი. ამას რომ წერთ ამ გადაცემას მართლა არ ვიცი რას გვიმზადებს? ეხა როგორი რაღაცა გავაკეთე, ჩემი გემოვნებით, ასე ვთქვათ, და ინიციატივით აქ ჩამოვწე სამი ფურცელია. ой, ხო, ესე ცოტა ესეთი შელახულია, მაგრამ რა უშავს. აი ესეთი თუ გამოჩნდება, ნახოთ. პირველი გვარი წავიკითხე. ხო, მოის, ხო და აქ ესე იგი ჩემი ინიციატივით დავწერე ჩემთვის და ალბათ ზოგადად ცნობილი ფეხბურთელები არიან, ერთი კალათბურთელია, სახელები და გვარები, რომლის სახელების და გვარების გამოთქმა არის სულ კითხვის ნიშნის ქვეშ როგორ გამოიწვევს. ახლა ის ჰოლანდიელი მეკარე არ დაგვარდა. არ არის ჰოლანდიელი მეკარე. პირველი წავიკითხე. ადრე სხვანაირად გამოთქვა. ეხლა ნახე რა უნდა ვთხოვოთ. ეხლა სხვანაირად. არის 3, ნახე, 3 ცალია. ეხლა რატოა 3? ხო ხარ 3. 3 ვარ. აჰა, და სათითაოდ უნდა. ხო, აი ესეთი რაღაცა პატარა თამაში გავაკეთოთ, ბატონო კობა. აი აქ მიაწერე შენი აზრით ქართულად როგორი. ხო. ილო. და გიო. ვაკ ერთი წუთი. დავიწყო. ხო, მოიცა დროს დავინიშნავ. ანუ ქართულად თქვენი აზრით როგორ გამოითქმის? აი ეგენი მან მიაწერეთ. ეს ლათინურად დავწერე. ხო, არაფერი ეს ისენი მე აჰა, დრო დავინიშნოთ. და ვინ როგორ დაწერთ მე მაგას მე წავიკითხოთ. აი 30 წამი. ხო დაგაწყებინეთ ისევ წერა. ათი წამი. 10. აი ეს საით გაგახსენდა. 9. მან მაქვეყნას ეს ბოლოს სად გაგახსენდა? ო, ილო მორჩა პირველი. კაი. უსათვალოდ გამიჭირდა წერა, მაგრამ რა ვქნა. კაი, მოდი ახლა. აჰა. მოდი აი. თვითონ წაიკითხოს, ხო? კი. მოდი რახან ილომ პირველმა დაამთავრა. ესე იგი წაიკითხოს ილომ და მე ვნახოთ ვინ როგორ აპასუხი გაეცით, ხო? პირველი. არ გაგსათვალე. სათვალე იქეთ ამაქვს. პირველი. Ole Gunnar Solskjaeri, Ole Gunnar Solskjaeri. ერთი და იგივეა, სამივე. ხო, სამივეს ერთი იგივე. ხო და ვინ რა დაწერა, ვინ როგორ დაწერა. ხო. მეც მიწერია Solskjaeri და რატო? თელი აი აწლეულების თუ რამდენი ხანიც იყო განმავლობაში სარბიელში იმ პერიოდში ვწერდით Ole Gunnar Solskjaeri. აი, კობა შენ რა გიწერია? Solskjaeri წამოვიდა, მაგრამ Gunnar სწორია? კი. გაზეთში ნამდვილად ვწერდით წლების განმავლობაში Solskjaeri ვწერდა. გიო შენ გიწერია Solskjaeri. ხო, ხარშორის მაღაზია მე მოვისმენა თვითონ მას კითხეს. იმიტომ ნორვეგიულად თურმე არის Ole Gunnar Solskjaer. მაგრამ Ole ხო, ну კაი, ეგ ძალიან სკრუპულოზობა და გავეშოთ, ხო. ნორვეგიულად კიდე ერთხელ კითხეს პირადად მას რომ ბოლო-ბოლო როგორ გითხარით თუ როგორ წარმოითქმის თქვენი სახელიო და ამან უპასუხო იდეალური პასუხი, უბრალოდ თქვითო Ole. აწე კარგი, ესე იგი აქ გაიყო ისენი, ხო? არა, ამ შემთხვევაში თუმცა მახსოვს რომ Solskjaeri ახლა Solskjaer's ვამბობთ, მაგრამ უბრალოდ სარბიელის პერიოდში ეხლა ვარ ცოდუები, აი, მეორე. ვიდილია. Yanis Adetokounmpo. გიო, შენ როგორ გიწერია? მე ჯანის მიწერია. კი ბატონო. და Adetokounmpo ეს კეი და 2-ო მიწერია როგორც Kounmpo. მე იანეს მეწერია და ბოლოს კუმპო. და გვარი? Adetokounmpo. არა, კლიანად მე ბოლო Kounmpo. Adetokounmpo. ხო. ყობა, ისა ილო როგორ ქონდა? Adetokounmpo. ხო, სახელი? Yanis, ხო. სწორია Yanis, იმიტომ რომ იქ ბერძნულში როგორც ვიცით არ იკითხებაო და რაც შეეხება გვარს, სწორი არის ν და ტ როგორც დ ისე გამოითქმის და გამოდის Adetokounmpo. ამბობენ, ხო. თუმცა საკამათო არ ვიცი, ბერძნული არ ვიცი, მაგრამ ამბობენ ესე რომ სწორი არის Yanis Adetokounmpo. რაღაც ერთ მომენტში შემშლია. ხო, მაგრამ ახლოს იყავი ძალიან.
თუ ჯანის არა. აჰა, ეს ახლა ყველაზე პოპულარულია და იმიტომ. ეს მესამეა ყველაზე ცნობილი. მესამე, აბა. პოპულარული ტიპი. მარკ კუკურეია. ლს არ ვამობ. მეც მგონია რომ ლს არ ვამობთ, იმიტომ რომ ორი ლ რო იწერება, მაგ დროს აი ვარბილებთ ხოლმე. ხო, შენ როგორ ვიწერე? კუკურელია მიწერია. მეგრულად. მეგრულად, ხო. ნუ სწორი არის კუკურეია. კუკურეია. სწორედ ამაზე ჩვენ პოდკასტში გვყავდა ტატო მოსახლიშვილი, რომელიც ესპანეთის საფეხბურთოს გამოდის და ძალიან იცინა, როდესაც მამარდაზე ვკითხეთ, რომ მეთქი ვალენსიას თამაშებზე ხო არ დადიხარ და სტადიონი მესტალია შენთან და მესტალია. ხო, აი ილო ბაბუნაშვილიც მაგას ამბობს. დავით ვია. კი ბატონო, ანუ თუმცა დამკვიდრებული იმდენად არის, რომ იგივე ძიუდოს. ხო, ეგეც არის. ძიუდოც რეალურად ეგ არის. ჩვენ ეგ უნდა ვთქვათ, მე მაგაზეს უნდა გადავიდეთ ეს აი ამაზე ყველაზე ძალიან გამიჭირდა მეოთხე. აი მეოთხე მე სარბიელის დროინდელად მიწერია ახლა, აი. იცი რა. შენ რაც თქვი, სოლსკიაერი ისე მეწერია, მე ამაზე ახლა სარბიელში როგორ წერდი. სწორად. გონია რომ მაშერანოა. ხავიერ მასკერა. თუმცა წერდით ყოველთვის მასკერანოს წერდით. ხო, მე მიწერია ხავიერ მასკერანო, ჩვეულებრივად. ნუ ეგეც შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მე მგონი უფრო სწორი არის ხავიერ მასჩერანო, როგორც შუთ გამოიყენებს. ესპანო არგენტინელია ხო და თამაშობდა არგენტინაში და მე ბარსელონას თამაშობდა. ალბათ უფრო სწორი არის ხავიერ მასჩერანო. ხავიერზე შევთა. ხავიერ 100%. ხავიერ ნაუდა. და შუს გამოთქმაც ახლოს არის, მაგრამ მასკერანო იცი რა, ზოგან არის რომ ესეა. ხო, ზოგან ისე. აი მაგალითად სკილაჩი. იტალიაში მასკერანო არ უთამაშია, ხო? მე მგონი არ უთამაში. იტალიაში არ ხო და იცი რა. ლივერპულში იყო რა. იტალიელებმა შეიძლება გამოთქვან როგორც მასკერანო, იმიტომ რომ მაგათთან იტალიურად C და H არის K. K არის რა, ანუ C და H როცა არის. კი. სკილაჩი. კი ეზა კიდე მის შეიძლება იყოს. C და H. ბევრია რა ვიცი ხსა, ბევრ განო მარესკა რა ვიცი. ხო. ბოლო. მეხუთე. თეოფილო კუბიასი. იო შენ როგორ ალბათ ეს ორი ლუს ამბავში, მაგრამ მაინც კუბილასიოს ვამბობ ხელმძღვანელობა, ვამბობდი კუბილასს. შენ ხო ესეთი კითხვა დაფი, როგორ გამოიდგე? ხო. და არა როგორც უწერ და როგორ დამკვიდრებები. კუბილასი, თეოფილო კუბილასი. ორი ლუს თავისი გამო. ჩვენ ძველი ხალხი ვართ. მე ძველი ვარ, თუმცა პერუში რო ჩავედი და ვიკითხე. ხო? პელეთ იცნობდნენ ამ კაცს, ხო? იქ მითხრეს, რომ კუბილასი არ არის, სწორი არის კუბიასი. იგივე კუკურელიას შემთხვევა არის ეს და ჩვენთან დამკვიდრდა. ეგ არის ხო ბევრი რაღაცა ეგეთი როგორ დამკვიდრდება, მაგალითად ესპანურში Z არის S. მაგალითად კატალონიაში ჟ. უყურე ზარაგოზა იწერება, მაგრამ ვამბობთ სარაგოსას. თუმცა არის შემთხვევა აგერ ფლორენცია ხო გერმანულში პირიქით ფლორენცია რო იკითხო იქ ვერ გეტყვია ფლორენცია ხო გერმანულში პირიქით სამერი წერება ზამერი არის სამერ არის და ესპანეთში ზარაგოზა იწერება აი ისიც როგორ იწერება ხო მაგრამ ამბობს იმას ზეთი ს არის ზ ხო ესე იგი მთელი მასში ყოდა ხო ნუ აი ეს არის რა პუმპს მაგიერ დაიწერ იმასაც არის აი როგორ დამკვიდრდება მე მგონია ჩვენთვის ის არის თუმცა რა თქმა უნდა მთელი ბავშვობა არ გახსოვს გიორგი გებულია ილონ ამაბაშვილი არა მთელი ბავშვობა ვიცოდით გეტებორგი რუსებმა ეგრე დაგვიმკვიდრე გეტებორგი მაგარი გუნდი იყო ყველა ვიცოდით და ეხა სადღა არის გეტებორგი მაგრამ თურმე სინამდვილეში ყოფილა გიოტებორგი ჩვენ ეგრე თუ წავედით უყურე არც ერთ იტალიურ ქალაქს სწორად არ ვამბობთ არა საერთოდ არ ვლაპარაკობ სწორად ეგრე თუ წავედით არც ერთ ქალაქის წავედით სახელს სწორად არ ვსახელებ კი ბატონო არც მილანია არც ტურინია მით უმეტეს იქეთ ლათინო ამერიკული ესენი ესაა ფლორენცია ხო პირველ რიგში ფლორენცია ხო ნუ ეგეც თუმცა აი გეოგრაფიული სახელმწიფოს დამკვიდრდა ო იქ რო იკითხო ფლორენციაო ვერ გაიგე მე მაგალითად თანახმა ვარ და შევთანხმდეთ რა ვიცი ან როგორმე და ნაპოლი დაუძახოთ რა
ნეაპოლის მაგივრად რა, ნეაპოლი. ეგ ცოტა ხანს მოვიცადო და აღარ მოგვიწევს. აი ძიუდო ქართულში ძიუდო წინვალეთ დამკვირდა. თუმცა არე ჯუდო და ჯუდოკა და ჯუდოგი არა? ანუ აი ჯუდოგი კიმონო კიდე სხვა თემაა, იმიტომ რომ ჯუდოგი კიმონო სხვადასხვა სიტყვა არის, იმიტომ რომ კიმონო არის იაპონური, რასაც ხალათი, ტრადიციული ხალათი. არა სპორტული, არა ზოგადად ჩასაცმელი. არა, ჩასაცმელი, რომელიც აი აცვია იაპონელებს. რაც ვიცით ხო, ეს და სპორტული ტანისამოსი არის ჯუდოგი. გეიშებს აცვიათ კიმონო. და არა მარტო. ერთი რახან ფრანგული და მითხარი. არა მარტო. რახან ფრანგული მაგრად იცი და არა, მაგრად კი არა და რენაულტ რატოა რენო ერთი ანუ ეგ ფრანგული, ეგრეა ფრანგული. და X-იც არის იქბოს. აუქს ხო არის კიდე? X-ი არ იკითხება, ფრანგულში იკითხება, არ იკითხება. და იკითხება როგორც ო. არა, ფრანგული კიდე ცალკე თემაა. Renault, Peugeot. ხო, და აუქს ხო არის კიდე ოთრო იკითხება? არა, ეგ არ იკითხება. ასოფერა. ინჩი საერთოდ არ იკითხება ფრანგულში არც ერთ შემთხვევაში. არა, ვიცი ხო, მაგრამ უბრალოდ გადაუხტო რა. კარგი, ახლა ჩვენ ძალიან ენათმეცნიერებაში წავედით და ახლა და CH-ი არის არაჩუ, არამედ შუ ფრანგულად. გიორგი. ოდაი უარი, ოდაი. გიორგი, ჩემო კარგო. გავედით ბოლოში. კურტუა და არა კორტოი. ხო, რა თქმა უნდა. კოურტოის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გიორგი და მადლობა თქვენ. ერთი პატარა ბოლოს რაზე შევხვდით? ძიუდოზე თუ ჯუდოზე? ნუ ეგ ვისაც რომ ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ მრავალშობა ახალ წელს. მე გეტყვით რა მგონია? ჩვენს მაყურებელს მიულოცოთ მოვა თაობა, ახალი რომელიც წელი. ჯუდოს იტყვის. ხო. ჩვენ ვამბობ ძიუდოს, ჩემთვის ძიუდოა, მაგრამ მოვა თაობა. მრავალ ახალ წელს ჩვენს მაყურებელთან ერთად და მთელ საქართველოსთან ერთად წარმატებები ამ ახალ წელს. არა და წარმატებები ნამდვილად. მადლობა გიორგი, მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ. მადლობა გიორგი, მადლობა ხალხო. წინ ახალი და მადლობა ჩვენს მაყურებელს. მადლობა მაყურებელს. მაგრად